მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. რუსთავი 2 წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო და სახალისო შოუს. გააცინე და მოიგეთ თქვენი აპლოდისმენტები მეგობრებო. თუ გაგიჩნდებათ სურვილი რომ მოხვიდეთ ჩვენთან და თქვენც ითამაშოთ, შესაბამისად მოიგოთ თანხაც გააცინოთ ჩვენი ჟიურით. ამისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, უნდა დაგვირეკოთ ეკრანზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. ახლა კი შევეგებოთ ჩვენს პატივცემულ ჟიურის ალეკო მალხაზიშვილი და ნიკოლოზ არაბიძე. შეგეძლო პირდაპირ გამოგეცხადებინა ვერძი და მერწყული. ვერძი და მერწყული. დღეს მივყვეთ ჰოროსკოპებს. ჰოროსკოპებით ვიშალოთ. დღეს ვის აქვს? შენ ვინ ახარ? მე მშვილდოსანი. შვილდოსანი. ვერძი და მერწყული. მერწყული გამოდის პირველი გამოსვლელი. ვის გაუმართლებს? რქა. მოდი მართლა ვკითხოთ ყველას ჰოროსკოპი და ვის გაუმართლებს ნახოთ. ვისი დღე არის დღეს? ვისი დღე არის დღეს? დავიკავოთ თქვენი ადგილები, ორი არაჩვეულებრივი სტანდარტიზებით ბატონო ალეკო, ბატონო ნიკოლოზ და მადლობა. სანამ მანამ თამაშს დავიწყებდეთ, აქვე შევაღოთ ჩვენი სეიფი და ვნახოთ გვაქვს თუ არა თანხა. თანხები გვაქვს. თამაში შეგვიძლია თამამად დავიწყოთ, მაგრამ სანამ თამაშს დავიწყებ, გეტყვით რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია არსიკოლა, ახლა უკვე ახალი არომატით, არსიკიუ ლაიმი, არსიკოლა იგრძენით ცხოვრების არსი. ასევე გადაცემის პარტნიორია კომპანია სანდომი, ქართული საკონდიტრო პროდუქტის ფართო ასორტიმენტი მეგობრებო. ხურვალედაში კომპანია სანდომი, რომელმაც შეფუთა ჩვენი სეიფი და შესაბამისად თანხასაც ის გასცემს და ასევე გადაცემაში ერთ მონაწილეს აძლევს შანსს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სცენა მაგალითად გაწითლების ნაცვლად გამწვანდება და დრო დამთავრდება და გონია რომ მოთამაშეს დრო დაუმთავრდა და აღარ შეუძლია არაფერი, ესეც არ არის. კომპანია სანდომი, ჩვენი პარტნიორი, მას აძლევს შანსს, შეუძლია მან აიღოს თანხა მოგებული ან გააგრძელოს თამაში და გააცინოს ასევე ჩვენი ჟიური. თუ აქვს ამის ამბიციები ყოველ შემთხვევაში. მე რამდენს ლაპარაკობს რა. ბატონო ალეკო. დღეს ჰოროსკოპებით ვსჯელობ და ვთამაშობთ. ამიტომ ბატონობით არა, ბატონობით არა, ბატონო ალეკო არა. ვერძო ალეკო. ვერძო ალეკო და ნიკოლოზი მერწყული, ხო? აბა თუ იცი, გააცინე და მოიგე რა ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. თვითონ ეს პროექტი. თუ გახსოვს. ეს პროექტი რამდენი წლის წინ დაიბადა? დაიბადა 5 წლის წინ, ივნისის შუა რიცხვებში, სადღაც 15-დან 18-მ. ტყუპები? ოჩა. ტყუპები. ფაქტობრივად მე უკარნახე რა. თუმცა ტყუპები მაინც შემთხვევით თქვი არ ვიცი. ჰოროსკოპში ესე ვერ ვერკვევი რა თვეში რომელი უწევს. ძალიან კარგადაც ერკვევი თურმე. თუ მარტო ტყუპები იცი ჰოროსკოპი და მაგით ჩემი შვილი, ივნისი რო თქვი ალბათ ჩემი შვილი და გამომდინარე ივნისში. ივნისი ტყუპებია კი. ოღონდ თუ არ არის ჩემი შვილი ტყუპები, რაღაცა შენი შვილი ტყუპები არ არის. დიდხანს უსმინეთ თქვენს ღლიცის ახლა თუ მივხედოთ გადაცემა. მივხედოთ გადაცემას. პირველი მონაწილე უკვე ემზადება კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ და ხურვალედაშით უნდა მივესალმოთ მეგობრებო. ნიკოლოზ კოლხიტაშვილი, ხოთ მივესალმოთ. ჩვენი გადაცემა მომწონს იმიტომ, რომ შედეგიანი გადაცემა, ბევრი ხალხი უყურებს, ბევრი ერთობა, ესე იგი კარგი გადაცემა. თანხის ხრივ რამდენს მოვიგებ არ ვიცი, 7 ლაშო არ მოვიგებ და არც ყველას ეგ ვიცი, ალბათ რა ვიცი, იქ გამოჩნდება მე. პირველად გავიგე სხვადასხვა ეს გვარი. კოლხიტაშვილი. ტყუპები. ვა, ნახე. რომელ თვეში ხარ დაბადებული? მაისში კურორო იწურება კაკრას მე. 24 მაისს. კი ბატონო. მართლა? კი. ეხუმრებ. არ მართლა. 24 მაისს არის დაბადებული, ტყუპებია, გააცნე და მოიგეს ტყუპებია, წესით რა ვიცი, უნდა მოიგო, კარგი თანხა უნდა წაიღოს, ხო ეგრეა? გააცემოთ ტყუპები, ჟიურის წევრები, მერწყული, ვერძი და როდესაც წამყვანი შვილდოსანი და როდესაც პლუტონის ეტლი გამოსულია ორბიტაზე. ხო. ნუ ეგ მიშა ცაგარელმა უფრო კარგად ხავს. ჩვენ აქ მოდი მივხედოთ ხუმრობებს. როდესმე მდგარ ხარ სცენაზე ან სადმე ხო არ გამოსულ ხარ? მან სანკანი ვითამაშე ორჯერ. სად? რეგიონალური ლიგაში შსს აკადემიის გუნდში. შსს აკადემიის გუნდში? ხო. კუკარაჩა იყო, ნუ ახლა დაიშალა. კუკარაჩა. პარაჩე. რა ვიცი, მე წარმატებებინა ბატონ ნიკოლოზ გისურვოთ, გარდა იმისა, რომ არის რა ქვია, კარგი ნიშნის ქვეშ არის დაბადებული, რომელიც ემთხვევა გააცეს, სახელიც გადასარევი კარგი აქვს. კი ბატონო, სახელიც კარგი. ნიკოლოზ. რა მოგვიზარდეთ აბა დღეისთვის? ბატონ ნიკოლოზ. დიახ. ეხლა მე მაქვს კითხვა. რა მოუწადეთ ჟიურის და მე მაქვს მეტსახელები და სხარტულები. მეტსახელები და სხარტულები. თავი მეტსახელებით დავიწყე. შეგვიძლია დავიწყოთ თამაში პირდაპირ. შესავალი არ გვაქვს. არა. ძალიან კარგი. ყურადღებით მოგაბრებო. 3 2 1.
ჰარი პოტერა მანანა. დედამთილს ეჭხუბა და შუბლზე ელვასავით შრამი დარჩა. პუტინა გურამა ღამე მინდორში ჩადის და თავისი ნაკვეთი საზღვარს წევს ქვემოთ. შაში პუსტა ხვიჩა და გოჩა. ტყუპები არიან და ერთი არის ჭორფლიანი. აი ტყუპები აქაც არის, ხედავ? კუნძულა ავთო მელოტია და თავზე მარტო შუაში აქვს თმა. გამოიღე ანზორა 9 შვილი ყავს. ქართველი რეზო, ცოლი რუსი ყავს და დედა სომეხი. ზაპასი კახა, არავის არ ადგება. უკრაინა ზვია და ყვითელი თმა აქვს. სირინოზი უჩა, მანქანაზე სიგნალი არ აქვს და უსტვენს ხოლმე მანქანიდან. ჩარიდუ გოგია, ერთ ხელზე აქვს 2 თითი, მეორეზე 4. არკაგია, წინა 2 კბილი არ აქვს. ბინლადენი ჯონი, ტყუპი ძმები ცემა. საცივი შალიკო, სუფრაზე ძინება. გაიგიმა ნიკოლოზ, გაიგიმა და 50 ლარი მოიგო. არკაგია და ისე ვიცოდი, მაგრამ იქ იყო სასაცილო ის. იქ რა იყო უკრაინელზე? ყვითელი თმა. უკრაინა ზვია და კი ყვითელი თმა. გილოცა 50 ლარი მოიგო. 50 ლარი გვაქვს. ვაგზელებ თამაშს. კი ბატონო. ყურადღებით მეგობრებო, ვაგზელებ თამაშს, წინ 100 ლარია, ჟიურის თქო. ყურადღებით იყოს 3, 2, 1. საცივი შალიკო, სუფრაზე ეძინება ხოლმე. ფუკა გელა, მეზობელმა ცოლი ართვა. საცერი ვახუშტა, 8ჯერ აქვს თავში ტყვია მოხვედრილი. კორფუჯი ნანა, საუბრისთვის შიშინებს. პატიოსანი თეონა, ორივე დაყავს და ორივე მეძავი. შაჰაბასა ვალერა, ვენახი გაჩიხა და ლობიოდათესა. დედაპლატა გივია, როთხრება დედას იგინება. გუგლი ნაზიკო, დიდი ძუძუები აქვს. ჯიმეილი მიტო, პოსტალიონია. ვაიფაი კახა, ყველა პოლიციელი მასიჯერს. ახტაგოჭი ზაურა, ბევრი შაირები იცის. ახტაგოჭი ზაურა. პამიდორა ვაკო, ვეგეტარიანელი, მაგრამ მაინც სუქანი. კოლხი მედია, ექიმია და კიბუაკ. იფქლი შოთა, პურს არ ჭამს. ჩემმა ძაღლმა სახში ისეთი ხორციანი ძვალი მოათხია, რომ სიხარულით მამაჩემიც კუც აქიცინებდა. ძროხას მეხმადა არტყა და ეხლა უკვე პასტერიზებულ რძეს იწველება. ტიპ ისეთ საშის სასრიალოზე დაეშვა, რომ აუზის ნაცვლად პირდაპირ ითაგაბრილის. გაეცნა ნიკოლოზ და 100 ლარი მოიგო ნიკოლოზმა. არ ჩაეთვალა 10 წამი, არ ჩაიდო რომ მანამდე გაეღება ნიკოლოზ, უბრალოდ მე ვერ მოვასწარ და ჯერ ანუ 10 წამი გვაქვს კიდევ. ნიკოლოზ, ვაგზელებ თამაშს. წინ 200 ლარია, 100 ლარი გვაქვს. დავფიქსდები ერთ. მართლა დაფიქრდი. კიდე იქით ელაბა. ყოფილი შაურმას? 100 ლარიანი შაურმა თუ შეჭამეთ თქვენ და ბევრი ვარ. შაურმას ყოფნის აშკარად. კაი, გავაგრძელებ. მოიცა, ეგრე დარწმუნებით უნდა თქვა. დარწმუნებული ხარ რომ მოიგებ, ისე კაი გავაგრძელებ რაღაც მერე. ხუმრობები თუ დავჭა რაოდენობრივად რომ ერთ წუთში მაინც არ ამოგეწუროს. და ზედმეტი სახელები თუ დავჭა, მაგრამ კოპიტნარა ავთო ან რაღაც. კოპიტნარა ავთო. შეიძლება ერქოს კოპიტნარა ავთო. შანდორ პეტეფა რაბინდრანა და ბენგურიონი მალხაზა. არ შეუშვეს. ბენგურიონი მალხაზა არ შეუშვეს ისრაელში. კაი, ერთხელაც გავაგრძელებ და ეგ. კაია. საბოლოო გადაწყვეტილება გვინდა ნიკოლოზ. კაი, მოვაშოროთ და გავაგრძელებ. ხურვალედაში ნიკოლოზის გადაწყვეტილებას ამ საჭოჭმანო გადაწყვეტილებას და ვაგზელებ თამაშს ყურადღებით მეგობრებო 3, 2, 1. ქართველ ხვარს გაპარშვის შემდეგ ტანზე აყრის. ნაბადელი ბავშვი სახში დახეული ჩანთით ტალახიანი შარდ და ცალი ხელით დაბრუნდა, თუმცა მას მშობლები არ გაუბრაზდნენ, იმიტომ რომ ის ისეთი გაუშვეს სკოლაში, როგორც დაბრუნებისას იყო. ტიპ ისეთ საშის სასრიალოზე დაეშვა, რომ აუზის ნაცვლად პირდაპირ მიქა გაბრიელის კალთაში აღმოჩნდა. თაძოს დედას ვატიკანს მას შემდეგ ეძახიან, რაც მის აივანზე სიგარეტის გასაბოლებლად ყოველ კვირას ახალი მამა გამოდის. ქათამი თუ კვერცხი, ფიქრობდა კაცი, რომელმაც მაცივრის გაღებისას უცნაური სუნი იგრძნო. ბიჭი იმდენად ცუდად უკრავდა ვიოლინოზე, რომ მისი მშობლებიც კი მეზობლების მხარეს იყვნენ. კაცი შედის რესტორანში და 100 კი არა და 99 ხინკალი მომეციდო და ბარემასი აიღო და კაი იყო სასიო. მაისის ხოჭო დანარჩენი 11 თვე უბრალოდ ხოჭოა. სამტრედიალმა ფეხბურთელმა მოატყუა ერთი მცველი, მოატყუა მეორე მცველი, მესამე მცველი და მაინც შევიდა სტადიონზე უბილეთოდ. დაბადების დღეზე ისეთი ბებერი ცხენი მაჩუქეს, კბილი კი არა, პულსიც კი არა ესინჯება. სამწუხაროდ ნიკოლოზ არ გაეცინა ბადეცებულ ჟიურის და შესაბამისად თანხაც ვერ მოიგეთ. თუმცა მაინც არ გაგიშვებ ხელცარიელი. სკამები, რომელიც შენ მოითხოვე, შეგიძლია მოთავსდეთ პირველად. და მივესალმოთ, ვერძინილი შემოგიტანს კომპანია სანდომის პარტო ასორტიმენტს. ვერძინილი. ვერძი ხარ შენ? დიდი მადლობა, ესე იგი, რომ მოხვედით ჩვენთან ნიკოლოზ ბატონო და ითამაშე, წარმატებებს ვისურვებ.
შაურმა არა, მაგრამ აი ჩვენ პარტნიორისგან შეგიძლიათ ჩაიზე ჩაიზე შეგიძლიათ დამატებითი მეგობრები. კარგად იქავთ, გავაცნოთ ხუროთაში. ჩვენი მეგობარი. გული არ გაიტეხო. აბა, კარგად იყავი, კარგად. ხურვალე ამოვისმენთ მეგობრებო. გავაცილეთ ნიკოლოზი და გავაგზავნოთ ჩვენი თამაში მეგობრებო. საინტერესოა ჰოროსკოპის რომელი ნიშნით შემოვა შემდეგი მოთამაშე. შემდეგი მონაწილე, რომელიც კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ ემზადება, გახლავთ ბიჭიკო გენჯიაშვილი. ხოთ მივესალმოთ. 6 წელიდან დაწყებული მაქვს ასე ყველას მოწევს. ამიტომ მოვდივართ და ხიარულა მოახაც გძნობთ და მე მგონი გადაცემის დროს გამოჩნდება ჩვენი ნიჭი. მე მოვიგე 400 ლარს. ვიყავი მარტში, მოვიგე 200 ლარი. ბატონი ბიჭიკო მახსოვს. გამარჯობა ბატონო ბიჭიკო. გამარჯობა ბატონო ბიჭიკო. სიმღერის ორში ამოსულა ორი ძირი ბროწეული ღმერთმა ყველას გაგიმარჯოთ ვინც აქ ახართ მოწვეული კარგად იყავით ორი ძირი კარგად დაიწყო და ბროწეულმა გამარჯობა ბატონო ბიჭიკო. როგორ ბრძანდებით? აი როგორც ცხოვრობა გვიმევა ისევ არა მეც რა ვქნავა და რას გეუბნება? თავის ვერ მივდივარ კარგად ყოფილი ხართ მაშინ. აი ამ გამოცანებს მოგცემ შენ ანეკდოტები კარგი იცი აი გამოცანებში მინდა 5 გამოცანა და პასუხი მე მითხარი ჰოროსკოპით რა არის ბატონო? ბატონო ბიჭიკო რა ხართ ჰოროსკოპით? ბატონო ჰოროსკოპით რა ხართ? რა მაქვს ჰოროსკოპით. თქვენი ჰოროსკოპი რა არის? სად არის ჰოროსკოპი სად არის? როდის ხართ დაბადებული? 1939-ში ო, მაშინ კატაყოფილ ხართ. 8 იანვარს ხლები 80 წელი 8 იანვარს რა შეიძლება არა. 8 იანვარს. ვაიანმარს არის ხისრკა. ხისრკა. ხისკარო იყავით, იცოდეთ ამით? ხისკარო ყოფილხართ, იცოდეთ ამის შესახებ? არა ჰოროსკოპი თქვენ ხართ? ხისკა ბატონო ბიჭიკო. ბატონო ბიჭიკო, რა გვაქვს მომზადებული? გარდა იმისა, რომ სულექსევა რა უყო ლექსები მაქვს სასაცილო ლექსები გაქვთ, იმედია, ხო? საღიმღიმო არია სახარხარო არა ღიმღიმით ითვლება. უნდა გაიღიმო აბა ლექსია ღიმღიმში საღიმღიმო ზე გავიღიმებ კაი 50 ლარზე 100 ლარზე მაგრამ საღიმღიმო მე უკვე აღარ შეიძლება. მე უნდა იყოს სასაცილო. სახარხარო. კარგი, ბატონო ბიჭიკო, დავიწყოთ ბატონო ბიჭიკო. დაიქ დრო ჩავთო პირდაპირ. დასხე 3 2 1 აი ხმა ეხლა რუსთა ორში ამოსულა ორი არა ის არის ხო თქვი კაცოვა ბროწეულის მე სანამ თქვენი მოვით რუსთა ორში ამოსულა ორი ძირი ბროწეული რუსთა ორშია ვისაც გინდა იშოვოთ ორი გროშია ამ ფულით წავალ გორშია გამითავდება გროშია ჩამოვალ რუსთა ორშია აქ ზის არაბო ბიძია ფულს არიგებს ვისაც აქვს ნიჭია ფული პენსია რომ კონდეს დიდია აქ არ მოვიდოდი ნიკოლოს ბიძია დამგვილა შეიძლება გილოცავთ ბატონო ბიჭიკო. დამეთქობა 120 წლის როა ეხლა ეთქობა რამე გაეცინა, ალეკოს გააცინა, ნიკოლოზმა გააცინა. 120 წლის როა ზუსტად 50 ლარი თქვენია 50 ლარი ბატონო გაქვს. ბიჭიკო. ბატონო არ ბიჭიკო. მოუწიათ პენსია ეხლა დამაცადე ვერ მიყიდია ნემსია ავაი ჩარცე ვაგზელებთ? აბა წინა 100 ლარია ბატონო ბიჭიკო. მე 100 ლარი ცოტა ცოტა, ჰა? რას ლაპარაკობ? აი ეს თუ კიდე შენ დაუმატე და აი თხისკარო ხართ, იმიტომ შველი. დასხე მე დასხე ეხლავე ალეკო უნდა ალეკო უნდა მოუდრიკო ეხლა. ეფუიცინის მაგას რა არ იცინი, სულ რო იცინოდეს ეხლა 1000 ლარი გეკნებოდა. არ იცინი. აი მე ორანგება მეგობრებო? ეხლავე ბატონო ბიჭიკო, ეხლავე 3 2 1
ოხივანე ეს რა დაგმართვია თავი კანაფში გაგიყვია ვერაფერი გაგიგია მორფინისტი მამალი რომ ყოლია შენი თავი მილიარდელი ხომ არ გონია ეს ვისეუბნებით ბატონო ბიჭიკო? მიწერია ამის ღირსი არა ვარ რას მაცინებს ახლა ამის ღირსი არა ვარ რაც შენ ჩაგიფიქრია იადავარდი დათესე დაგელოცოს მარჯვენა ბალახ ბულახში რომ ცესავ ეგ არის პლანია ოჯახი რომ დაგეცევა მერე ვიცი ბრალია გაეცინა ალეკოს და სილარი მოიგო ბატონო ბიჭიკო. შენიერი კარგი ჩანახატია, რატო კითხულობთ ლექსივით? გილოცავთ ბატონო ბიჭიკო. ხის რქა. 100 ლარი მოიგეთ. ნამდვილად. კი, 100 ლარი თქვენია ბატონო ბიჭიკო. რო არ გაეცინა იმას გაეცინა. მე გამეცინა ზუსტად. მე მაღლა ვიყურებოდი ვერ დავინა მაღლა ვიცინოდი. ბატონო ბიჭიკო. ვაგზელებთ თამაშს თუ მაიცა გეტყვი კაცო ვიპოვო არა, 100 ლარს ავიღებთ თუ ვაგრძელებთ? რა თმინდა 100 ლარი არა როგორ არ მინდა რა ეგრე არ თქვათ, არ დაკარგოთ. ეს ივანე, ვინმე კონკრეტული ივანია თუ ზოგადად ივანია? არ მესმის ცოტა ეს ივანე, ვინმე ზია ივანე თუ ზოგადად ივანია? ივანიშვილი. ივანიშვილი ასე ივანე. მე ივანიშვილზე ვწერა პლანი მაგამ დათე უნდა დათესო მე ხო არ ავთესა ჩარტები ივანეზე დახი მაგასა იცი იმა ჩემი კლიჩკა რო ვეძახე ბატონო ბიჭიკო, თუ მოგიწევიათ პლანი. მე და ბოდიში ამას გეტყვი როდის საპრის ქარხანაში მუშად ესა სტამბაში მუშაობდა მუშად მე დამყავდა დირექტორი ძღოლი ვიყავ პერერივის ფული რო არ ქონდა გარეთ გამოდიოდა და მუშები ვისაც ფული ქონდა სასაძილოში გარბოდნენ მაგას ფული არ ქონდა ხო აი ახლა გაიგოს ტელევიზიიდან მაგას მე ვინა ვარ ხო ტელეფონი არ გამორთოთ შეიძლება დაგირეკო ბატონო ბიჭიკო, თამაშობთ 200 ლარზე. 200 ხო და მეყოფა გოგნია არა ყოფნით არ მეყოფა მაგრამ ჩამიდი ჩავთოთ დრო. ურადღება მეგობრებო 3 2 1. ოხრამდენი საფიქრალი გამიჩნდა როცა ივანიშვილი გამიჩნდა სიცილი მაშინ ამიტყდა როცა კობახიძე პარლამენტში დანიშნა ოხრამდენი საფიქრალი გამიჩნდა მოადგილეს ბესელია დანიშნა წირილი მაშინ ამიტყდა ნათელაშვილი არზა დანიშნა იმა გაფუ მაგას სიცილი მაშინ ამიტყდა გვახარია უდიპლომოთ დანიშნა გაეცინა ბატონო სილარი მოიგეთ ბატონო ბიჭიკო. სიცილი მაშინ ამიტყდა პრემიერად ბახტაძე რომ დანიშნა საფიქრალი მაშინ გამიჩნდა წულუკიანი მინისტრად რომ დანიშნა თავის დროზე რომ არ მოხსნა საფიქრალი ეხლა გამიჩნდა გილოცავთ 200 ლარი მოიგეთ ბატონო ბიჭიკო, გილოცავთ. ეხლა გადავხედავ და ეხლა მე მგონი გადახედავთ კი რა, უნდა აიღოთ ეს თანხა და შიდობაში მოიხმაროთ მე ამას გირჩევ. გადახედვა უნდა, მაგას არაფერი არ უნდა. 200-იც მინახია 1000-ისა და დავა წყვეთ თამაშს. შენიერი გადაწყვეტილება მეგობრებო მიესალმოთ ბატონო ბიჭიკოს გადაწყვეტილებას. დავაგოთ სეიფი და გადავცეთ თანხა ბატონო. იმძალით ბატონო ბიჭიკო მიიღეთ თქვენი თანხა. შეგადაეცე. არა, წაგიკითხავს ლექსი. ეს ლექსი კარგია. ეს თანხა გამოგვართით ბატონო ბიჭიკო და მიაწოდე რო არ აღარ და აღარ იყვავოს 200 ლარი ბატონო ბიჭიკო. მე ბატონო. ხის რქა 200 ლარი, ხო და? მე ჩავინიშნავ ხის რქა 200 ლარი მოიგე. იქეიფო დრო ვატარო, ჩამოწუთი სოფელი სუფრას არ გავაკარო წაქსი შოფერი თუ არ მოგწონს ქცევა ქალისა არ დაასწრო რაზოლდი ფეხი დაადგი მაზოლზე თვითონ წამოვა რაზოლზე აგდები დიდი მადლობა აპლოდისმენტები კაცალია კარგად ჩვენი პარტნიორი კომპანია სანდომი გადმოგცემს საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს ბატონო ბიჭიკო
ბიჭიკო. გადმიდი. შენიერი ქალბატონი მოგონია თუ კან. ვერდი. ეს მოწავო ეხლა რა. ეს თქვენ ჩვენი პარტნიორისგან და დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან და ითამაშეთ. დროს სულ გამორთული გვაქვს ტელეფონი. ძირფასში იურის წევრებმა მზად ხართ. კი, კარგი იყო, მე მგონი, სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ბიჭიკომ. საინტერესოა, ვინ იქნება ჰოროსკოპით შემდეგი მონაწილე? გთხოვთ მივესალმოთ ადამიანს, რომელიც უკვე კომანია სანდომის ოთახში სათამაშოდ ემზადება. გახლავთ გიორგი ღვანიძე. მუშტავიორის გადაცემა ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს. ოჯახში არის ერთი ტელევიზორი და ჩემს ოთახში მაქვს ტელევიზორი, რომელიც ჯერ საერთოდ არ გადათულა სხვა, სადაც სულ ზუსტად ვიყურებ. ყველანაირი ხუმრობები მაქვს ჩემ თავზედაც, მეგობრებზედაც და მეგობრებზედაც. ნავხოთ როგორი წარმატებული იქნება, არ ვიცი და კიდევ ვიმეორებ, რომ არ მაქვს თანხაზე საუბარი, მხოლოდ მივიღოთ ეს გადაცემაში მონაწილეობა. მოგესალმებით ბატონო გიორგი. გამარჯობა. მე მახსოვს თქვენ აქ უკვე გამოსულ ხართ. კი. და 18000 ლარი გაქვთ მოგებული, ეგეც მახსოვს. ეს ჯერჯერობით. ხო. აწინ ავხოთ. 128 ხო? 128 და მე გიორგი რა ხართ ჰოროსკოპით? თებერვალში ვარ დაბადებული. რომელ თებერვალს? 12-ს. ესე იგი მერწყული ბრძანდება. კი მერწყული. ბატონო. 12 თებერვალს? ძალიან კარგია. კი. მეც მერწყული გახლა ვართ ისე თებერვალში ვარ დაბადებული. მერწყული და მერწყული. თებერვალში რო ქალი ზუძუსა მეიღებს დედა შვილისთვის ის ცუდი როგორ გამოვავა. კი ბატონო. ჭისხელოსანი მახსოვს ჭაზე რო გქონდათ ბევრი ისტორიები, ხო? ხო, ჭაზე. ყველაზე ღრმა ჭა რამდენი კაკი რამ ხელა სიმართლე? 57 მეტრი. 57 მეტრი? კი. წინა მოსვლაზე 39. ვინ მიაკეთებდა ჭას? კი. ვინმე მე 27-ზე რო არ ამევიდე 57-ზე რატო ჩახვე? გეოლოგმა გაბურღა და იყო იქ წყალი დახა. თუ ჩახვიდოდი, კი ჩახვიდე, თუ არა არ უნდა იწყო. მან რა ეყარებათ ბავშვებს მაგ ჭაზე წყლის ამოღება? კენჭები ჩაყრა. 57 მატორი მეიტანა 120 მეტროზე მიაკთა 15 ტონიანი თერმოსი ბაკი. ის ხელით არ ამეიღებს იმას ვარიანტი არა. ბატონო გიორგი, ჭა ინგლისურად როგორაა? ინგლისურად არ ვიცი. და 57 მეტრზე რო ჩადიხართ, იქ სულ თქვა? ხელოვნურად აპარატი მაქვს და უბერავ შლანგით. ამაშია საქმე. ჰაერი ბახმარო ბაკურიანი სურამში ბახმაროზე იქ არ არის. კარგით. წარმატებებს გისურვებ თქვენ პროფესიაში. რა შეეხება დღევანდელ დღეს, აბა დავიწყოთ. რა მოგვიმზადეთ დღეს? რა ვიცი, ნახოთ ყველა მეისმეს. კი ბატონო, ძალიან კარგი. პირდაპირ ჩავთავთ დროს, ესე იგი. ჩავრთოთ. ყურადღებით მეგობრებო, სიჩუმე დარბაზში 1 მეგობრული ხურვალეტაში მომხიანი. 3 2 1 უმრავლესობა ქალაქიდან ხართ, კი გეწყინებათ, მაგრამ ასია და რა ვქნა, სიმართლე არ უნდა ეწყინოს ადამიანს. ერთი გლაზოკი ხო არის კაროზე დაყენებული, რომ სახეზე გიცნო. მეორეს ქვეით ამონტაჟებენ, ახლა ახალი მოდა არის, რომ სუნკები თუ არ გიკავია, ხელში ყარებს არივინ გაგიღებს, ხელსარიელი ვისუნდებ ხარ. ხო, გვეწყინა. ასეა და რაჭველს ბავშვი შეეძინა და მეორე დღესვე დაიწყო ხალხის დაპაიჟება. სი ჩამოწერა რომ არ დამჩეს ვინმე და არ გამამჩესო რაჭველები ხო იცი ახლა სი გაიგი მანიკა 40 ლარი მოიგებს ბატონო გიორგი ძალიან კარგი და თქვენი გადაწყვეტილება მაინტერესებს რავშობთ გავაგზავნოთ თამაში 50 ლარი არ გაკმაყოფილებთ როგორც გათხოვთ ვაგზელებთ წინა სილარია კი ბატონო აბა ყოჩაღად ჩავდივართ უფრო სიღრმეში მეგობრებო. შვენივრი. 3 2 1 უკაცრავად პასუხია, მაგრამ მეგობარმა ძროხის ებნა დაიწყო კაი ძროხა მინდა. თუ მომეხმარებია, მე ვთხარ ვერაფერს მოგეხმარებით ხარ და ბოლო უშონია სადღაც და ერთვედრა სავსებდა, მაგრამ ბოლოს კრავდა ციხსა დააქცევდა თელ მეზობლებს უნდა გეეგო მისი ძროხის გამოწველა, ფეხებს უღებდა და მე ვთხარი შეუბედურო ძროხას ასდეეძე ბუცოლო ხალ კარიერები ნახო მაგნაერი თუ არა დეიღუპე მე ვთხარი ფეხების დაკავება რომ დაჭირდეს თქო
ნუ იცინით, არ არის სასაცილო. როგორ? არ არის სასაცილო, არ მე გვეცინით. რა შემდეგს ვთქვით. კი ბატონო, გადავიდეთ. ის ნაწყენი ვარ წინაზე რო თქვით ქალაქელებზე და ეხლა გაგძელეთ. ტახტის გასაკეთებლად მივედი ხელოსანთან და გაეცინა ალეკოსაც და გაეცინა ნიკოლოზს და 100 ლარი მოიგეთ ბატონო გიორგი გილოცავ. განსიშველი. გილოცავთ 100 ლარი გაქვთ. ტახტის გასაკეთებლად მივედი ხელოსანთან. მოიცა მოყვეს კაცო რა გინდა? იქნება აგძელებს თამაში და სასაცილო. 100 ლარი თქვენია. ვაგძელი. დარწმუნებული ხართ? აუცილებლად. ძალიან კარგი. ყურადღებით მეგობრებო, ვაგძელებთ თამაშს. წინ 200 ლარია და საინტერესო ხუბრობა. ნახოთ. 3 2 1. ხელოსანთან მივედი ტახტის გასაბარებლად და მომეწონა ერთი დახტა მეუთხარი ასეთი გამიგეთეთ და რა დამიждდებათ 300 ლარი მეუთხარი ფულში არ არის პრობლემა მაგრამ კაი ხის თუ იქნება კაი მასალის და ხო იცი არ დე იმ კილოს თქო და კი კაი იქნება ზომ ვატეშავარ თუ გინდა 5 კაცი და ეტევა ზედო მეუთხარი 5 კაცი ბარდელში კი არის მე ოჯახში ვარ მეუთხარი მე და მეუღლე უნდა დევიძინოთ ზედ თქვა ხო მაგრამ 5 კოციანი ოჯახიც ხო არის ეს ოჯახშიც ხო არის ერთი ხალი მომეწონა ნამეტანა და მოხდა ისე რომ ბოლო-ბოლო მივედი ერთ საღამოს და დაღამდა დავწეკით კიბერზე ფეხის ხმა ისმის და ხმარი მოდის უი რა გავქნა მეთქვი წამაფარა საბანი და ამ დროს შემოაღო კაცმა კარები ხო და ადეი ხალო ზეზე ტანისამოსი მომიძებნეო სამუშაოდ მივდივარ და ვერ ხედავ შევოხეროვო ბოუს ჯუძუს ვაჭმევო ახლა მის ბოუშე დიდი არც მე ვიყავი და სახეზე არ შემოუხედია გაიგი მანიკას გაიგი ალაგოს სხვადასხვის დამატებით აწამში და 200 ლარი მოიგო პატიცეულო გიორგი მივესალმოთ პირადა მიულოცოთ აბა ეხლა ვნახოთ ბატონო გიორგი გააგრძელებთ თუ არა ესე იგი წინა მოსვლის დროს თქვენ გაჩერდით 200 ლარზე ხო კი ეხლაც 200 ლარი გვაქვს გასაგებია 200 ლარი გვაქვს თან მერწყულია თან მერწყულია ესეც რაღაცას შეგვიძლია ავიღოთ 400 და შეგვიძლია ავიღოთ 1000 რა თქმა უნდა შეიძლება დავკარგოთ 200 შეიძლება ცარიელი წახვიდე მაგრამ თან სანდოს შანსი არ გამოუყენებია მე ცადე რო წავაგო ხო ამის მეტი არ მაქვს ფული და ამის წამიყვა აუ ბელტამანეთი ამის წამიყვანებე კაი არ დევეძებ მე 200 ლარია შეხედე ბელტამანეთიანს უძახოდით ამას აი ამას წაგართვა თუ შეიძლება ჩემი ლიფტი 10 თეთრიანია და კი ეს კარგი თქვენი გადაწყვეტილება მაინტერესებს 200 ლარი გაქვთ ბატონო გიორგი გავაგზელოთ თამაში ვითამაშოთ 400 ლარზე თუ საკმარისია 200 ლარიო და 37 მეტრზე გამჭირი ჭასკი არა მოსულია ბარემან და იმიტომ ხომ არ არის მოსული რომ აიღოს 200 ლარი ხო მაგიტუა მოსული დაამთავრეთ შეწყვეტეთ არ მინდა მეტი ეღო გავაგოთ რა ისეიფი და გადავცეთ თანხა 200 ლარი მე გამოვიბარა ჩუბად გადაწყვეტა ხომაცებს რო გადაწყვეტს აი ერთი წუთი არ დაგვიდე და არ დაგვიდე ბატონო გიორგი ჯობია დაიგავეთ თქვენი ადგილი ჩვენი პარტნიორისგან კომპანია სანდომისგან უნდა გადმოგცეთ კომპანია სანდომის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი რომელსაც შვენიერი დინი მოგართმევთ რომელიც ვერძია სხვადასხვა ჰოროსკოპით აი ესე გადავეცით აპლოდისმენტები მეგობრებო და მამა დაიბნა მერწყული დაეხმარე მუსიკა რამისონო და ყველაფერი აქედან დაიწყო. კარგად წადებოდეთ ბატონო გიორგი. კარგად დიდი მადლობა რომ მოხვდით ჩვენთან. ეს არის მოთამაშე მე. მოგა დღევანდელი დღე იღბლიანი გამოდგა მერწყულისთვის და თხის რქისთვის, ხო ეგრე? ისკა და მერწყული. კი ბატონო. ესე იგი ვაგრძელებთ, მაგრამ სანამ გავაგრძელებთ ჩვენს ტელემოყურებელს ვეთქვი რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია კომპანია არსიკოლა, ახლა უკვე ახალი არომატით არსიკიუ ლაიმით, არსიკოლა იგრძენით ცხოვრების არსი და ასევე ჩვენი გადაცემის პარტნიორია კომპანია სანდომი, ქართული საკონდიტრო პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, კომპანია სანდომი, ყველაზე ტკბილი ზღაპარი. აი ახლა შეგვიძლია გავაგრძელოთ. თამაში და შემდეგი მონაწილე, რომელიც კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ ემზადება, გახლავთ
ვასილ სიდამონიძე, გთხოვთ მივესალმოთ. ნაცინეს მithumetas ხშირად უყურებდა ჩემი მოქმედები და განსხვავ ვიღაცა დაინტერესდება უფრო მისწრაფებმა. ჩემი ხუმრობები არის ნახევარზე მეტი თავგადასავალი. მოდი სანამ გითხავთ ბატონ ვასილს, ვინ არის ჰოროსკოპით, ბატონ ალეკო თუ გამოვიცნობთ ვინ არის პირდაპირ. მოდი მე მგონი ვასილი იქნება თევზები. ხისრკა. ისევ? შენ მე ვთქვი რომ თევზები იქნება. მე სასწორს ვიტყვი მაშინ. სასწორი თევზები ხის. კირჩხები არ იქნება. ბატონო ვასილ, გამარჯობათ ბატონო ვასილ მოგესალმებით. მოდი გავერთეთ. ჰოროსკოპით ვინ ხართ? არ ვიცი 46 წელს ვარ დაბადებული 12 მაისს. 12 მაისს. 12 მაისი არის კურო. კურო არის რა ქვია. კურო ყოფილ ხართ ბატონო ვასილ ჰოროსკოპით. კეთილი. რაცა ვარ უარზე არა ვარ. გორიდან ბრძანდებით. დიახ. შვენიერი ბატონო ვასილ და რა გაქვთ მომზადებული? მომზადებული ახლა მე ფილოსოფიაც არ მიყვები და რაც თავს გადამხდა იმას ვიტყვი. შვენიერია. ბიძაშვილმა ჩავამიყვანა პირველად 60 წლის დასაწყისში. ჩართეთ რო. დავიწყოთ თამაში. დაიწყო. 60 წლის დასაწყისში ჩამომიყვანა. შესავალი ხო არ გინდათ? შესავალს გავაკეთებ მაშინ ამას. ხო, მაშინ მე უთხარით როდის ჩართო. როდის ჩართოს ოღონდ თქვენ უნდა უთხრათ. ჩამომიყვანა თბილისში ბიძაშვილმა. თვითონ ცხოვრობ ენგელსის ქუჩაზე და მე მიყვანა თავის დასანა ზესაფონის 5 ნომერში. ჩართე. ჩავთოთ 3 2 1. იმ დღისით პურუჭამეთ რაღაცა და ვიმსაიფეთ ვილაპარაკეთ და გათენა დილა ბავშვის სკოლაში წავიდა. ეს თორქმანი სამსახურში წავიდნენ. ვიზახი რა გავაკეთო. მოდი და წავალ ქალაქს გავეცნობი. რომელ ტრამვაითაც მამიყვანა ბიძაშვილმა იქ ნახალოვკაში. იმ ტრამვაის რომელი ხო დავიწერე, ფშინომერი იყო წელი ტრამვაი, დაჯვექი და ჩავყე სადღურზე. სადღურიდან გავყე ესე ნელა-ნელა და მამესვა ხალხის ზღრიარი. ერთ შემეკითხე რა ხდება მეთქი და იქო სტადიონიაო და ფეხბურთიაო დღესაო. ეხლა გავყე შორი ახლო და მივედი ცოტა ახლო სტადიონი რო ყოფილა და ესე იგი გამიხედე ხალი მიქნას ხელსა. ბიჭო რა ყოფილა ვიზახი. უშინ ჩამოვიდა დღეს ხალი უნდა ნახო ეს პატარა ბიჭია. და მივედი რა შედა საქმე მეთქი და მოდი აი ნახუშტოთი დაიჭირებო და თანაწამებო. არ ამქონდა ჩემი ხელით მაგლაჯილი. რა 62-ია უყურე. დაბა. გაეცინა ალეგოს და 50 ლარი მოიგეთ თქვენ, როგორც გაეცინა ჩემს ხუმრობას დარწმუნებული ვარ ბატონო. ასეთი გადაცემის წესები ბატონო ვასილ თქვენ ხო იცით? არა ვიცი, მაგრამ ეხლა ესე უცბად არ შემიხედე. ესე ძალიან მალე გადის. აქ ასე გადის 1 წუთი და თქვენთან სხვანაირად არ გავა. აქაც ისე იქნება 1 წუთი კი არა, 1 წუთი და 10 წამი. ანუ 10 წამიანისიც გამოვიყენეთ. წამიანიც გამოვიყენეთ. ახოს ასე რომ თქვა წამოძახილზე გამეცინა. ჩემს რაღაცა მაგრამ 50 ლარი თქვენია. 50 ლარი თქვენია 50 ლარი მოიგეთ. და რავი, აგრძელებთ თუ არა? გავაგრძელე. გააგრძელებთ. ისტორიას გააგრძელებთ თუ სხვა ისტორიას დაიწყებთ? არა, მაგის გაგრძელება. ოღონდ ცოტა სხარტად მოყევით კი, რომ ბატონო, ჩაეტიო კი, ბატონო, დროში რომ თუ რაღაცა სხვა ისტორიაზე ზუსტად გადახვიდეთ რომ არ მინდა რომ დამარცხდეთ ბატონო ვასილ. ამიტომ ჩართე. გეხმარებით. ყურადღებით 3 2 1. დავიწყეთ კრეფა ლეღვისა. არ გავიდა დიდი ხანი. ტემქალმა აიღო კალათი და მიდის. სად მიდიხარ მე უთხარი? პატრონი. მაშინ მინახარ. პატრონი იძახის და მეც მოვკიდე ბედრას ხელი და მივდივართ ერთად. უკვირდებ ახლა ამ ქალსა რომ როგორც ნაბიჯს მოუმატა, ისე ბედრა თავისკენ მიიწია. ერთხელ შემეკითხე, მეორედ შემეკითხე და მესამედ მაშინ მინახარ მეთქი და რომ გავხნი ამ ბედრას. გაზონებში შეძვრა. მაგრამ არა მქონდა ესე იგი ხალის აღნაგობა მაინც არ ვიყავი წესილათა და რო შეძვრა ეს თეთრი ფეხები, ეს თეთრი ბოდიში და მოკლე ტრუსიკი. რამე შედრა გამივარდა ხელიდან. მაგრამ იქით ეს მოკლე ტრუსიკი როგორია? იქით მინანგა. მილიციის სიმრავლე. გადამატკბეინა ყველაფერი და დავდგიბედ რა. ვორჩა მაგითი.
ნამდვილად მოჩა. მეორე ერთი წუთით ბატონო ვასილ დროა მოიწურა. დროა მოიწურა მოვში ეგეთ ისა. დროა მოიწურა და მონაკვეთი მოვში რა. ხო, დამთავრდა დრო და არ გაეცინა ჟიურის. მაგრამ რა ხდება ნახეთ ბატონო ვასილ შეხედეთ სცენას. მე რომ ვამბობ ხოლმე განაცემის დასაწყისში, სცენა თუ გამწვანდა და არ გაწითლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა პარტნიორმა კომპანია სანდომა თქვენ მოგცათ შანსი იმის, რომ აიღოთ თქვენი კუთვნილი თახა, რომელიც არის 50 ლარი, ან გააგრძელოთ თამაში. მაგრამ მე მგონია რომ უნდა აიღოთ 50 ლარი. არა, გეხვეწებით. გამიჯერეთ. 50 ლარი კარგი არის ამ შემთხვევაში. გავაგრძელე. რო დამარცხდეთ ბატონო ვასილ, მე შანსი მინდა რო გითხრა, თქვენ არ გაქვთ გათვითცნობიერებული კარგად ამ გადაცემის წესები. ანუ ერთ წუთში უნდა მოასწროთ ეს ყველაფერი. ახლა თქვენ რაც ისტორია მოყევით, ძლივ ჩაედეთ 2 წუთში. უბრალოდ წააგებთ 50 ახლა შუა ისტორიაში ლეღვს რო კრეფტით, ეს სასაცილო არ არის, იმიტომ რომ ეს ბევრჯერ მომიკლეფიან ლეღვი. კი ბატონო. ანუ ბატონო ვასილ. ანუ ვერ მიდიხართ ბოლომდე იმ ერთ წუთში. და თუ გაქვთ ისეთი მოკლე ისტორიები, რომ ჩაატევთ 1 წუთში ამას, კი ბატონო, გააგრძელეთ ეს თქვენი ნება. არა, ასარჩევი თქვენია, მაგრამ პატარა რაღაცას მიტყვი. ხო, მაგრამ 50 ლარი სასაცილო უნდა იყოს ბატონო ვასილ. თქვენია, ნება თქვენია, კი ბატონო. სანდომა უკვე გამოიყენა თავის შანსი ამ გადაცემაში და მე ჩანს ჩარტი. აღარ მოგცემთ. თავ დროს. თავ. გული არ დაგწყდეს, მაშინ რომ დავმარცხდეთ ბატონო ვასილ. კი ბატონო. 3 2 1. ოფისიდან მივდივარ და ციხის ძირსაძახიან ჩავწკრივებულებია მეორადი ტანისამოსის მაღაზიები. შევხედე ახალი მიღებული ვაქვს ევროპული საქონელი. მეთქი შევალ გავახიღე და გამორბის ქალი, მაგარი ეს თერვები და გულკერდი ერთიანად უთამაშებს. ოდა არა, შენ არ შემოხვიდე. რატო მე რა ვარ მეთქი? არა, პირადად საშენო არაფერი მაქვს. კაცების არაფერი გვაქვს. ესე დავხედე და მაშინ რაც აქვს ზაღლმა შეგიჭამოს მეთქი და გამობრუნდი. ჯერა დამაშტენდა და მე როცა მოვედი 20 წელიწადზე ვიყავი გამოსული იმ ქალის ხეთი ისე მესმოდა. რაც აქვს შეგიჭამოს მას საკაცე იმეთქი. ეხლა აქ სასაცილო რა იყო? იგივე ქალი იყო რაც პირველ ისტორიაში? არა, ის სხვა ქალი იყო, ეხლა მაღაზიაში იყო, მაღაზიის გამყიდველი. სამწუხაროდ ბატონო ვასილ დროში ვერ ჩავეტიეთ ისტორიაც არ გაიცნო ერთი წუთი არ წახვიდეთ არ წახვიდეთ დროში ჩაეტიეთ მაგრამ არ გაეცინა არ გაეცინა მაგრამ სანამ არ გაუღუნე ფასე ერთი წუთი არ წახვიდეთ ბატონო ვასილ არ წახვიდეთ კი ბატონო ნუ ეწყინა ბატონო ვასილს მაგრამ მე ხო გავაფრთხილე ბატონო ვასილი რომ არ უნდა წენოდა ვეხვეწებოდი წაიღო 50 ლარი მაგრამ ნუ სამწუხაროდ ალეკო ნიკა მზად ხართ შემდეგი მონაწილე უმასპინძლოთ საიდაროს ვარ აი ჰოროსკოპით შემდეგი მონაწილე თქვენი ვერსიები მანამდე დააფიქსირეთ თუ შეიძლება ჩემი ვერსია არ უნდა მისულიყო და მაშინია ვეწყინე ჩემი ვერსია ლომი ნიკოლო შენი იყოს კირჩხიბი იქნება ჩემიც კი ბატონო ორივესი ანუ იცი ხო ვინ არა უბრალოდ ესე მინდა და მეთქვა თავიდანვე შემდეგი მონაწილე რომელიც კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ ემზადება გახლავთ გიო ზარნაძე გთხოვთ მივესალმოთ თქვენს გადაცემას უყურებ ძალიან ხშირად მგონი 10 წელი გამომწვევია რატომ მომწონს და იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად ყველაზე ადვილი საშუალება ვისაც იუმორის ნიჭი აქვს რომ მოვიდეს და თავის წარმოაჩინოს თულიც არ მაწყენს ახლა რამე მაგრამ მაინც თავარია რომ ეს იმდენად ორიგინალური ჰუმორები და გადაკეთებული ლექსები მაქვს რომ არ მინდა რომ დაიკარგო არ ვიცი ანათას მოვიგებ ან სულ ლომი გილოცა ესე იგი აგვისტოში ხარ დაბადებული 4-ში 4 აგვისტოს შვენიერია მეცაც გეტყვი 5-შიც რომ იყო დაბადებული მაინც ლომი იქნებოდი თანაც საიდან მოდიხარ გიო საიდან მოდიხარ დანიდან შეხვედრაზე იყავი მოსახლეობასთან შეხვედრა ქონდათ მაჟორიტარი 23 წლის ხარ ხო კი იურისტი მომავალი იურისტი ხარ თუ უკვე დაამთავრე დაამთავრე მაგისტრატურაც ინგლისში ნახე საცხოვრებელი ინგლისში დაამთავრე კი ახლა ჩამოვედი სამშაბათს შვენიერია ანუ ინგლისური იუმორსაც მოვისმენთ არა ინგლისური იუმორს არა გადაკეთებულ ლექსებს და წინა მონაწილეს ვკითხე და შენ ხო არ იცი აი ჭა როგორ არის ინგლისურად well როგორ იწერება როგორც კარგად ისე W E L L ანუ ჭა W
წ-ელ-ლ. ხო, საცხოვრებელი ადგილი გეფერი, გლდანის ფედერაციული რესპუბლიკა. კი ბატონო. ხუმრობი და რომელი მიკრო? ჰუმორიზნობაც აქვს. რომელი მიკრო? მერვე. მერვე. ო, ზენომთიანი გის არის. კაი, რა ვიცი. რამდენი ხანი სწავლობდი ინგლისში? 1 წელი. 1 წელი. ძალიან რა შვებიან ინგლისელები ეგ დაქცეულები რა მეწოდებიან. უჭირთ. მიიწრევენ თავს რაღაცნაირად. ო, რაღაც წვალობი. ჩვენ სამი დამხენილი კი არა. წელში წდებიანო. ჩვენ სამი დამხენილი არ არიან, ხო? ისევ რკინის ლედია იქით? რკაცო იქნება. გიო ზარმატებები უსურვოთ. მაშინ და წარმატებები, მე ძალიან კაი განწყობით ვარ გიოს მიმართ, მინდა რომ აუცილებლად თანხით წახვიდე აქედან. ამიტომ შენი მე მობილიზაცია მაგაზე პრობლემა არ მაქვს, მე თავარი ეს ჩემი გადაკეთების წარმოაჩინო აქ. და ხო, თუნდაც როის პრობლემა გარეშე. არავის არ გვაქვს, შენი უბრალოდ ჩვენ გადაკეთების გვინდა. რას ნიშნავს, ანუ? ანუ გადაკეთებული ლექსები თუ მოგიახლა. გადაკეთებული ლექსები. კი ბატონო, მშვენიერია. თითქმის ყველა ცნობილი გადაკეთებული მაქვს, მაგრამ ახლა დღეისთვის მოვედი ლადო ასათიანის დიეტის ფიქში დაღებოდნენ და დავით გურამიშვილის სწავლა მოვალეთა საბანკო სექტორზე. ეგ არის შედევრი. მაგას გეტყვით. აბა ყურადღებით, მაშინ წარმატებებს გისურვებ, ვიცი რომ არ ნერვიულობ, გეტყობა კიდეც გამოცდილება. არაფერი არ არის სანერვიულო. ამხელა ინგლისიდან ჩამოსულ. ინგლისში არის ნერვიული მაგისტრატურა დაამთავრე და აქ რა განერვიულებს შენ სამშობლოში. აბა ყურადღებით მეგობრებო. მთელი ინგლისი გიყურებს. არ გეშინია? არა, არა. 3 2 1 დიეტის ფიქში დაღებოდნენ და დაქალებთან წუხდნენ ჭამაზე. წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ნაშრობა და სილამაზე. სუქანი ზოგჯერ დაიკლებს ჩქარა, ის შეიძლება მშიერი მოკვდეს. ერთი იმედით დიეტის მერე ორმაგად ჭამა კვლავ განმეორდეს. რადგან კაფეში ასევე ნავარდობთ და ეს დიეტაც ბევრჯერ გავმაზეთ, ჩვენს ნაკეთს ქონებს აქ გავმარჯოთ და გავაგრძელოთ ფიქრი ამაზე. გაეცინა ნიკოლოზ, გაეცინა და 50 ლარი მოგიო. ხო და ისე ანუ ხუმრობებიც მაქვს და თუ გინდათ თქვათ ეს ლექსი ხუმრობა. იცი როგორ არის, აი ახლა თვითონ ეს ხრიკი და ასე რომ ვთქვათ, აი ამ ლექსების ესე გადაკეთების ძალიან ძველია, ხვდები? თუ უფრო რაღაც სასაცილო ხუმრობები გაქვს? ნუ არა, ხუმრობებით შეუძლია, მაგრამ ლექსებიც დაიწოს, ლექსებით არ ვარ, ლექსებით ვარო ანუ წარმოადგენს. ის თან ძალიან ჭკვიანურიცაა გურამიშვილის სწავლა მოვალეთა და იმიტომ კი ბო შენ ნუ როგორ ჭკვიანურიცა და სადაც სტრატეგია შემდეგ დასახო, მოკლედ. საერთოდ მაგას გეტყვი თუ გინდა 50 ლარი აიღე პირდაპირ. ანუ 50 სადიყვეს. სადა? აი ხუმრობებს ნახავ. არა ეს გასართობად მოვედი ახლა პოლიციის კი არა. კაი, მაშინ ხუმრობას გავუშვებ და მე ისევ ლექსი. ხო, როგორც გინდა, როგორც გინდა. ოღონდ პატარა შესავალი ჯერ სანამ. კი ბატონო? პირველ ხუმრობაზე მოკლედ ესეთ სიტუაციაა რა. ორი უღარიბესი მსახიობი შეყვარებულები და უფლობის გამო ვერ კონწიდებიან. და ეხლა ჩართე დრო. 3 2 1 ხო და ფულის საშუალებლად შევიდნენ ქართულ ოცნებაში, იშოვეს ფული, დაქორწინდნენ და ბოლოს თავიანთი სპექტაკლი დადგეს, ჯერ დაიქოცნენ, მერე იქორწინეს. მინიატურა ფემინისტი პოკაჰონტასი. პოკაჰონტას შვილო, ვიდი ჩვენს მეზობელი ტომის ბელაც ოზვინულ მაჩს წყალი მოუტანე. აუ მამა, პოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო და ვიღალე. ერა მართლა პოკასაშიგან რაც ადგას იგივე წარმოდინდებისო რა. პოკაჰონტასი გასაყვარელი მინიატურა. შეიძინეთ ახალი ყველგანმავალი ჯიპი ნისან სიკვდილი. ვერ დაიჭირავს სიკვდილს აქვს ავიწრო ერთ საკლდოვანი. გაეცინა ნიკოლოზ და 100 ლარი მოიგო გიომ. მე თავიდან რომ მოვისწრე, არ იქნება ინგლისური იუმორია. მე მგონი ინგლისური იუმორისკენ მივდივართ მაინც. ეს ყავს თუმცა ისანი იაპონურია. ვაგრძელებ? ვაგრძელებ, იო თამაში თუ რა ვშევ. კი, ახლა გურამიშვილის ლექსი. გურამიშვილის სულ მოვიწყდება. უგინა ასილარი მოყვა ისე მოყვა. გურამიშვილის სულ მოვიწყდება, რომ იქ შენახული გვაქვს ზემოთ. მეტი რა ვქნა. 100 ლარი გვაქვს, წინ 200 ლარია. ხო, თუ ვერ ავიღე არა პრობლემა. კი ბატონო. მე მინდა წარმატებები გისურვებ. ყურადღებით მეგობრებო. ვაგზელებ? ვაგრძელებ. კი, კი. 3 2 1 ისმინე სესხის მძებნელო, მოყევ კრედიტის მცნებასა. ჯერ ბინაჩადე კვლავ ფული თუ ეძებ იპოთეკასა. თავში გადახდა ჯობია ბოლო ჟამ განვადებასა. ინვესტიციით მოსული ელოდე გაკოტრებასა.
ვალის სიკვდიმდე შენია, მუდამ შენს ბანკში მყოფელი. ვერ გადაიხდი თუ არ ყავს ამერიკაში მშობელი. სხვას ყველას თავის წესხი აქვს 10 წელზე გასაყოფელი. თუ კაცს საფული არ აქვს, გასტანჯავს წუთი სოფელი. კაცი ვალს უნდა იღებდეს საცნობლად ბანკისადაო. რატომ მან რისთვის გამოაქვს, ან და დახარჯავს სადაო. თუ სადმე კაი ბინა აქვს, ან რა აქვს ხელფასადაო. თუ ბანკთან საქმეს დაიჭერ, ფული გახდება სადაო. ოდა მომივა მადაო. გიორგი ჩქარა დაგემატეთ რომ ლიპარიტ ბაღვაში ავსებს მეგობრობის დღიურს. გაეცინა ნიკოლას და 200 ლარი მოიგე. იხელა ლექსი დაიგე, ცოტა გაიგიმა რაღაც მომენტზე იქ ცოტა ვჟელობდი. სად გახსენდა ლიპარიტ ბაღვაში ავსებს მეორე ნაწილია ძალიან მაგარი. 200 ლარი მოიგე, ეხლა ერთი წუთი. ეხლა გადარჩი შენ გიო რა გადარჩენილი ამბავია 10 წამი გამოყენებულია კომპანიას ანდობს ჩვენს პარტნიორს გამოყენებულია შანსი მოკლედ ცოტა ისეთი ამბავია შეგვიძლია თანხა ავიღოთ და ისე წავიკითხოთ ეს ყველაფერი რა მოგცემთ იმის საშუალებას რომ თუ გულით გინდა რომ ეს ხუმრობა გააცნო საზოგადოებას მოგცემთ იმის შანსს რომ ეს ყველაფერი თუმცა შეგვიძლია გავაგრძელოთ კიდევ თუმცა შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს შეიძლება გადაწყვიტო მაგრამ 200 ლარი გვაქვს უკვე იმიტომ რომ სიურპრიზებით ახსავსი ახალგაზრდაა რა რაღაც. კი ბატონო. შეიძლება 1000-იც მოიგო, არ ვიცი. კაი, ისევით. ისე. აიღებ თანხას. ანუ წვეთ თამაშს. აპლოდისმენტების გადაწყვეტილებას 200 ლარი მოიგო გიომ და გვეკვრის ის ხუმრობას. ხო, ესე იგი ლიპარიტ ბაღვაში ავსებს მეგობრობის დღიურს და წერია საყვარელი ყავა, მოღა ლატე. ლატეს პანჩი. მე ჩინური უმორია უკვე. ჩინეთიდან გადმოფრინდა ალბათ. ხო. გადაჭდობა ხოლმე ჩინეთში. კი ბატონო, გავაცე იქიდან გადავწა 200 ლარი გიოს და მიულოცა ხურალეობის მოგებებს. ხო, მაგრამ ფული არა გასართობად ვარ მოსული. რა გაერთობა ფული კი არ მაქვს, კაცო. კი ბატონო, გიორგი, დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან არ წახდით ჩვენი პარტნიორისგან კომპანია სანდომისგან განმოგეცემა საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რომელსაც მშვენიერი ნინი კალათით მოგართვეს ახლა. ლომი ვერც მიართვესო ესეთი არის. არსებობს რა? წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან და ხურვალი აპლოდისმენტები ჩვენიდან გადაჭრილოთ შემოგარეთ. კარგად იყავი გიორგი. იგი დღევანდელი გავაცილებ გიორგის და ლომსაც გაუმართლა. გულიანი იყო ლომისთვის ვერძისთვის? არა, ვერძი არ გამოდიოდა. ვერწყულისთვის? ლომისთვის, მერწყულისთვის და თხისქისთვის. მოკლედ დანარჩენ ჰოროსკოპებს მე პირადად დღევანდელი დღის შემდეგ მინდა უთხრა რომ გააქტიურდით, უფრო კარგი ხუმრობები დაწერეთ, გადახედეთ თქვენს ჰოროსკოპს, რომელი დღეა ხუმრობის დაწერად კარგი და მომბრძანდით გელოდებით შემდეგ გადაცემებში. ალეკო რამეს ხوار დაამატებდა? მეც გელოდებით. ალეკოს გელოდება. დიდი მადლობა ჟიურის. პატივცემულ ჟიურის დიდი მადლობა თქვენ ძვირფასო დარბაზში ყოფო ადამიანებო, ცოცხალო აუდიტორია და დიდი მადლობა თქვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ იყავით ჩვენს გვერდით, ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.